რუსულ გამოცემასთან გაზეტა რუსთან საუბარში რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუგრძალა რუს ტუროპერატორებს, რომ გაყიდონ ტურები ოკუპირებულ აფხაზეთში, მანამ სანამ ადგილობრივი ბიზნესი ეწინააღმდეგება რუსულ საინვესტიციო ხელშეკრულებას. მე წაგიკითხავთ ზუსტად ციტატას, თუ რა განაცხადა. მურადოვმა აფხაზები ეწინააღმდეგებიან იმ ნორმების დამტკიცებას, რამაც გამოიწვია მათი პრეზიდენტის გადადგომა. ამიტომაც აფხაზურ ბიზნესთან მიმდინარეობს აღმზრდელობითი მუშაობა, ტურისტების ნაკადის შეჩერება რუსეთიდან, რაც იყო რესპუბლიკის შემოსავლის მთავარი წყარო, განაცხადა არტურ მურადიანმა გაზეტა რუსთან საუბრისას. მე შეგახსენებთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქტივისტების ნაწილი დე-ფაქტო სამთავრობო შენობებში შევიდა, დაიკავა ეს შენობები და ისინი ითხოვდნენ დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას, ასლან ბჟანიას გადადგომას, რომელიც გადადგა კიდევაც და ასევე შეტყდა რუსეთთან ხელშეკრულების რატიფიცირების განხილვა, როგორც ადგილობრივი ბიზნესი აცხადებდა, ეს ხელშეკრულება პრივილეგიებში აყენებდა რუს ინვესტორებს და ძალიან დიდი ზარალი ჰქონდა ამით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესს, ასევე ბუნებრივ რესურსებს, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინი, სწორედ ამის შემდგომ მოსკოვმა დაიწყო ზეწოლა ოკუპირებულ აფხაზეთზე, როგორც ცნობილი არის, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს, დღის საათებში მხოლოდ ორჯერ მიეწოდება მოსახლეობას 1 საათი და 24 წუთით. როგორც ვრცელდება ინფორმაცია და ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მთლიანად შეწყდა სოციალური დახმარება.